ეს სტალინის სახლია და დღეს მე შევეცდები შევჭამო კატალეტი აქ. მაგრამ ჩემს ოპერატორს წოდათი ეშინია, ამიტომ არ ვიცი გამომივა თუ არა. მინდა ვნახო საქართველოს ყველა კუთხე, იმიტომ რომ არ მაქვს ნანახი და მცხენია. სტალინის სახლი გორშია, შესაბამისად შიდა ქართლში. მაგრამ აქ სანახავად ვიპოვე მხოლოდ უფლისციხე, სურამისციხე, გორი და სტალინის მუზეუმი. მეტი აქ სანახავი ვერაფერი ვერ ვნახე. ალბათ, იმიტომ რომ ნახევარი ოკუპირებულია. აი აქ არის გზა და 450 მეტრში არის საზღვარი. თურმა არ ვიცით სამწუხაროდ. აი ეგერა ვართ ჩვენა, აი ეგერ არის ეგ წერტილი, ეგ მთა. 400 მეტრში არის ავთუხლართები. ეს წყვეტილი ხაზი ასახავს ოკუპირებულ ტერიტორიას. ძალიან ბევრი სოფელია ამ ხაზთან ახლოს, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი ყურადღება პატარა ხურვალეთმა მიიქცია, რომელსაც სამი მხრიდან ესაზღვრება ოკუპირებული საზღვარი. ამიტომ მისი ნახვა მოგვინდა. ულაკ ნებისმიერ დროს შეიძლება რუსი მოვიდა და გითხრას რომ რასა ითოხნიო და ეგრევე გაგათრიონ აი. საზღვართან მისვლა თუ შეიძლება ახედა. ვერ შეხვა, ჯერ ისედაც ვერ შეხვა. არ არის. ოსები აქ ძალიან ბევრი ოსი ცხოვრობდა, რომელმაც თქვეს რომ ჩვენა ვახო ჩვენი ქვეყანა უნდა გქონდესო, დაარქვეს სამხრეთ ოსეთი, სამხრეთი იმიტომ რომ ჩრდილოეთიც არის, რომელიც რუსეთშია. რუსები რეალურად ფურცელზე ეგრეს წერია რომ შემოვიდნენ, იმიტომ რომ ვაიდა ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთს ესმენ რომ დახოცონ. ხო უნდა გააშულოს ვიღაცამ და მაგით შემოვიდნენ სამშვიდობო ძალების სახელით. საზღვრის მონახულების მცდელობამ დრო დამაკარგვინა. ამიტომ საჩქაროდ გავემართე პირველი შერჩეული ადგილისკენ. აი, თუნდაც ეს კიბეები შეიძლებოდა რომ ქვისგან გამოთლილი რომ დაედოთ. შეიძლება მეტი შრომა დაჭირდეს, მაგრამ ბევრად უფრო დავაფასებთ და ბევრად უფრო ღირებული იქნება ეგეთი ადგილები. დავაფიქსირო ის ფაქტი, რომ ადამიანებს კიბეებზე ასვლას უჩვენეთ ის, იმიტომ რომ უფრო ავთენტურების შეგრძნება აქვს. ჩვენ როგორც ნაძირები კიბიდან ავდივართ ჩვენ. ანე პრობლემა არ გაგვაჩნია ამაზე. ერთი ლეგენდა რომ ძიას დარჩა პატარა გოგო და ის იზახდა აქ ვერძიო და ერქვა უფლისციხე. თუ არ არის ეგა? უფლისციხე ზოგადად რელიგიური ქალაქი იყო და შამანები და ისინი ცხოვრობდნენ. ყოველს კი გონია რომ უფლისციხე იმის გამო რომ უფლისციხე არ და უბრალოდ უფლისმა აშენა კაცს. ერქვა უფლისი და რელიგიურადაც ღმერთს კი არ ცედნენ თაყვანს. უფლისის პაპას. პირველი რა გახსენდებათ, როდესაც ესეთ ადგილებს უყურებთ. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ქვეწარმავლები. მაგრამ ოხრ ხულიკია, ვიღაცა ერთი ხულიკის ეშინოდა, თან ახლა ხულიკის. ხალხს გიძინა კი არა, შეიძლება ხულიკებით იკვებებოდნენ. ეს ქალაქი სხვა შორის არსებობდა საქართველოსამდე. ანუ ჯერ საქართველო არ იყო, ქართლი არ არსებობდა, ფარნავაზს არ ქონა შექმნილი და ეს ქალაქი აქ იყო უკვე. სხვა შორის ამ მომენტში რომ მონებმა აშენესო. და ერთი ეგეთი ლეგენდა არის მონებზე რომ აძლევდნენო წერაქვს, რომელსაც ბოლოს ქონა ოქრო. როცა იმდენს იმუშავებდნენ რომ ეს წერაქვი გაცვლებოდა და ოქრომდე ჩავიდოდა, ამ მონას ათავისუფლებდნენ და ოქროსაც აძლევდნენო. რას მე ტყუილი მგონია, იმიტომ რომ მე პირადად მონა რომ ყოლა და ოქროს არ მივცემდი. ეხლა ამას აქ რასაც ხედავთ არის ძალიან ძველი და იქით არის უკვე შუა საუკუნეების რაღაცეებიც. ასე რომ ამ ქალაქს შუა საუკუნეებამდე უვლიდნენ და აქ ცხოვრობდა ხალხი. აქ რა შეიძლება რომ ყოფილიყო შენადეთ საფლავები? აქ აქონათ აფთიაქი. შემეს ესეთ რაღაცეებში ინახავდნენ. წარმართებს რო ქონათ ხოლმე ძეგლები ღმერთების, ეგეთ რაღაცეებს. ხულიკები უნდა დაიმახსოვროთ, იმიტომ რომ ვიდეოს შემდეგ ნაწილში ნამდვილად არ მომექცევიან კარგად. კაი, ჭუას კი გასავლით, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რისთვისაც აქ ვართ მოსულები. მის საყიდლად კი წასვლა გორში მომიწია. გორი საკმაოდ უცნაური ქალაქი აღმოჩნდა. მაგალითად, ამ ძაღლმა სადიპოვა თავის ქალა, ღმერთო იმედია რესტორანში არა. რატომ იყო ცარიელი ასეთი ლამაზი ადგილი? კაცული არ არის და მოვიდეთ ხოლმე აქ ძალამაზია. ჩემმა ოპერატორმა კატლეტის საყიდლად ჟოზეფი შემომთავაზა. გორელებმა კიდე სხვა მითხრეს. დიდი ბოდი შაქ სადმე კაი კატლეტსაც შევჭამთ ხოლმე გეტყვით. სპორტკაფე. აბა საიტად. მაგრამ რატომ აღმოჩნდა რომ ორივე ერთსა და იმავე რესტორანზე საუბრობდნენ? მაგრამ მგონი ეს რესტორანიც დაწყევლილი იყო. სხვა შემთხვევაში რატომ უნდა ჰქონდეთ ასეთი ლამპები? კაი, ხო, ცოტა ვატრაკებ ხა. ნეტა როდის დაემატე ბაკალავრიას გიორგი მახარაშვილი, იაკობ გოგებაშვილის გვერდით. ორივე დამსახურებული პიროვნებაა ძალიან. კატლეტი ვიყიდები და სტალინის სახელიც აქვია, მაგრამ შალვას ისევე უხერხულებ. შენ არ იცი სტალინის მუზეუმში რა გველის? იქ ვინ მუშაობდა წარმოდგენა არ გვაქვს. ამიტომ ჯერ სურამისციხე ვნახოთ, რომელიც ძალიან შორია, ასე მას დრო იქნება მოსამზადებლად, თქვენ კი სურამისციხის საიდუმლოებებს გაიგებთ და იმას თუ რისთვინ თქვი ეს. ხულიკები უნდა დაიმახსოვროთ, ნამდვილად არ მომექცევიან კარგად.
შუა აქ პატარა ეკლესიაც უიმე ძალიან ბევრი ხვლიკია. ხული გამიხედა საწავი და ვეღარ ვხედავ. პატარა ეკლესიაც არის, რომელიც დიდხანს დიდი ხო იქ ფრესკებია. აი აქ ძველი ფრესკებიც არის. რომელიც წაშლილია და გადახატული და გადამოხატულია. მე მგონი თორცდები. სხვა შორის სურამის იღეზე გადაღებულია ქართული მძაფრი სიუჟეტიანი თრილერი. ამ ფილმის მიხედვით აქ არის ზურაბი ჩაყოლებული. ზურიკო, ზურა გამოიხედე ზურა. აი ნაჭრეჩი იქნება. რომ მოინდომო რანაირად უნდა იღო ეს იღე თუ. აი გამოიქცევი და იქიდან გესვრიან ქვას. მით უმეტეს რომ სურამის ციხეს აქვს სათოფურები და აქედან ისროდნენ თოფებს. აქედან შეიძლება მოვარტყა, მაგრამ ესეთ ჯვარს დიდი ხანი აღარ ვაკეთებ ეს. მამუკას დაწერილი არ იქნება აქ და როგორც ჩანს ერეკლეს დროს, ანუ რაღაც მე-17 საუკუნეშიც იყო ეს, იმიტომ რომ სათოფეები აქვს გაკეთებული. ხო მან ყოფდნენ ხოლმე თოფებს. საშუალება ასეთი ციხის დანგრევის, რომელსაც მეთოფეები იცავდნენ, იყო ზარბაზნები, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს მტრებს ოხრად ჰქონდათ. ყურადღების გადასატანად აღარაფერი იყო დარჩენილი, მაგრამ გორისკენ წამოსვლის გზაზე უცნაურ ტყეს გადავაწყდით, რამაც ჩემი ოპერატორის კი არა, ჩემი ყურადღება მიიქცია. მე მაინტერესებს ესეთი ლამაზი ტყე თუ გაქვთ სადმე საქართველოს ნახე, აი სკანდინავიას არ გაქვს? ნორვეგია. აქვე ვიპოვე ესეთი მწვანე სახლი, ესეთი იასამნისფერი სახლი და ესეთი ყვითელი. ნუ ანაგვიანებს, მაო არ შეიძლება. მოდიხარ ამას ხედავ და ამას ახტრი. მე მიდიხარ ნორვეგიის ადგილზე ყოს ისახი. ეს ახან შემჭამს ან მოდი. არა დაუძბაკას. Темная ночь, только пули свистят по степи. ეს სტალინის სახლი ადამიან ყოფილობ კატლეთის ჭამას. ორიგინალი ესე გამოიყურებოდა ბატონი სტალინი. აი ამ მუზეუმში ცოცხლად ინახებოდა ბატონი სტალინის გვამი და მერე ხრუშჩოვმა ნაძირალამ აღარ არის სტალინი კაი კაციო და შეიძლება რომ გამოიყვანეს იქიდან მიწაში ჩაფლეს. ეს არის საჩუქრები, რომლებიც ჩინელმა კომუნისტმა მაო ძედონმა გამოუგზავნა სტალინს. მაო ძედონია კბილებს არ იხეხავდა და ამბობდა რომ გინახიათ სადმე ვებხვი კბილები ხეხავდესო. სამეროენ აი მათ რო შეეკითხა შუალთითი რომელია? აი გამოიცნო რომელია შუალათითი. აი შუალათითიო. ცუდად არ გამიგოთ, მე ბატონი სტალინი ძალიან მიყვარს, მაგრამ არა ისე ძალიან როგორც ხალხი, რომელიც ამ ვიდეოს დაალაიქებს. აქ იდგა სტალინის ძეგლი. ახლა კი მევდგევარ, მაგრამ იცოდი რომ subscribe-ს როცა ვამბობ ანათებს. თუ არ გჯერა გადაამოწმე, კატლეთის ჭამის დატესტვა სტალინის მატარებელში გადაუწყვიტე, მაგრამ გიდის გარეშე იქ შესვლა შეუძლებელი ყოფილა. ამიტომ ოპერატორს ვთხოვე ეს. შავა შენ უნდა გამოიტყო ეს ხა ეს ქალი იქიდან. გამოიტყო. არა არისო. მან ამაზე უარი მითხრა. კატლეთის ჭამის გარეშე მაინც დავათვალიერებ მატარებელს. შენ ესეთი ტუალეტი გაქვს სახში? ნახე როგორი მოდერნიზირებულია ჩემი. ფეხი საბა ჩასარიცხია. ფეხი ჩასარეცხი. ნახე რა საკუტრიალებელი ქონდა კაცო. მოვედით ამ ეტაპამდე, როდესაც კატლეტი უნდა ვჭამოს სტალინის სახლში, მაგრამ თურმე აქ გადასვლა არ შეიძლება და უკვე მეც შემეშინდა. მაგრამ გასაქცევი აღარსა და ამიტომ ლეგარი და გორი ციხეო. პროსტა იქასვლა ხა მაგრა გვესარება.